გამარჯობა მართა. გამარჯობა. რაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ? წიგნი. შენი საყვარელი წიგნები რომლებია? შევდარებელი ბატონი მელია. ის სოკოლა წიგნი მიყვარს. მართა, შენ როგორ ფიქრობ? რა არის ბედნიერება? ბედნიერება არის, რომ ადამიანს უხარია. ადამიანი წიგნებს რომ კითხულობს, ეგ მიხარია. როგორი დედა გინდა რომ გყავდეს? როგორიც ხარ. როგორი ვარ? კარგი და ლამაზი. შენ როგორ ფიქრობ, რა არის მეგობრობა? და როგორი უნდა იყოს კარგი მეგობარი? კარგი მეგობარი უნდა იყოს ლამაზი და სახლში უნდა დაპატიჟო. შენ რომ მასწავლებელი იყო, როგორ ასწავლიდი ბავშვებს და რას ასწავლიდი? მე ხატვას ვასწავლიდი. როგორი მასწავლებელი იქნებოდი? კარგი და რისი ხატვაც არ იცის ბავშვმა, იმას დავახატინებდი და თუ შეეშლებოდა ახალ ფურცელს მიმცემდი და დავეხმარებოდი. შენი აზრით სიყვარული რა არის? რა და ადამიანს რა უყვარს ვინმე. ვინ უნდა უყვარდეს ადამიანს ყველაზე მეტად? მე მაგალითად შენ მიყვარვარ. მეც მიყვარხარ. კიდევ ვინ უნდა უყვარდეს ადამიანს? ღმერთი. ღმერთი რატომ უნდა უყვარდეს ადამიანს? იმიტომ რომ მაგამ გაგვაჩინა. როგორ გაგვაჩინა ღმერთმა? გამოგუძერც. და გაგვაჩინა. როგორ გამოგძერწა? გუშით გამოგუძერცა. შენ რომ ზღაპარში მოგზაურობა შეგეძლოს, რომელ ზღაპარში მოგზაურებდი? მოგზაურებდი მიო-ჩემო-მიო. მიო-ჩემო-მიო? შენ გახსოვს მიო-ჩემო-მიოში რა ხდება? წიგნის კლუბში რომ მოდიხარ ხოლმე, სხვა ბავშვებს უსმენ, ხო? ხო. რა სიმახსოვრებ ხოლმე, რა დაიმახსოვრე სხვა ბავშვების ლაპარაკიდან? შოთა რუსთაველმა. და რაო, რას დაწერა შოთა რუსთაველმა? ვეფხვის ტყავსანი. როგორ იწყება? რომელმა შექმნა სამყარო. მერე? ძალიან ძლიერდა. მერე? ზეგარდმო არ მისულთა, ნასეც თმონაბერთა. ვენკაცთა მოგცა, ქვეყანა გვაქვს ერთ გვაქვს უთვალავი. უთვალავი ფერითა. ვინ გასწავლა ეგ? აი თქვენ რომ ეცადნებთ ხოლმე ვეფხვის ტყავსანს დამამახსოვრე. რომელი თამაში გიყვარს ყველაზე მეტად? ციგარა. ხო, სკოლაში რო გვაქვს. კარგი. კიდე რამეს თქმა ხომ არ გინდა? გინდა რამე ლექსი გვითხრა? მოდი ფეხს იადეკი. აბა. წერა კითხვა ვისწავლე. აი უკვე დიდი ვარ, არ წამყვან სკოლაში. ბაღში აღარ მივდივარ. თვლახოვიც 100-მდე. უკვე 6 წლისა ვარ. პატარა რო ვიყავი, განა ისევ პატარა ვარ. განა ისევ ისა ვარ. მერე? სულ ხუთებზე. სულ ხუთებს ვისწავლე, ჩემ დედიკოს ფიცა ვარ.